სტატის ცნობით შიდა ქართლში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიური შემოსავალი 10 ლარით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან უფრო კონკრეტულად 2024 წელს 43 ლარსა და 70 თეთრს მიაღწია. 2023 წელს კი 33 ლარი და 80 თეთრი იყო. ჯამში საშუალო თვიური შემოსავალი რეგიონში მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე 489 ლარია. მონაცემები შეაფასეს გორში იგითმა მოქალაქეებმა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მონაცემები რეალობას არ ასახავს. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ მათი შემოსავალი ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული გაიზარდა. არ ვიცი, ჩემო ოჯახში არ გაზრდილა და სხვაგან არ ვიცი. არა, ძირფასი ყველაფერი ტყუილია. ძირფასი ყველამ ვიცით, რომ არ მუშაობს ხალხი და ახალგაზრდები თუ მუშაობენ, იმათაც არ ყოფნით. რა 700 ლარი აქვს, 800 ლარი. სოფლის მეურნეობის მიხედვით არის უფრო გაზრდილი, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის დასაქმებული. არ ვიცი, პირიქით სულ ზარალზე გადის, როგორც მესმის ეს სოფლის მეურნეობა და არ ვიცი, არ მაქვს შეხება სოფლის მეურნეობაზე, მაგრამ ჩანს, რომ ყველაფერი რაფასებშია და გაძვირებულია და რა ვიცი. მამასის ხლიღის ყველაფერი. კი, შეიძლება, ყველა მუშაობს. ჩვენ თვითონვე ოჯახში გვაქვს მარწყვის ნაკვეთი, მალინისა. ანუ გაიზარდა შემოსავლელი წინაწილში. კი. როცა აკეთებ და ის კი, მაგრამ მაინც მთავრობა რა მნიშვნელობა აქვს მთავრობას და სხვა იყოს. მაგრამ მაინც რო აი ხალხისთვის კაი გააკეთოს ეგ არის. უბრალოდ ხალხისთვის არაფერს არ აკეთებენ. აი ეგ არის გულსატკენ. მე ვერაფერს ვერ ვატყობ. სიღარიბის მეც სიღარიბეც აღარ არის, ეს არის სიღატაკე. აი მაგას ვატყობ მე. რომ ქვეყანა გარბის შაქაღარავინ აღარ არის და ვინ არის აქ. ზოგისთვის გაზრდილია, რომ ვკითხულობ და ჩემთვის პირადად პენსიონერი ვარ, უმუშევარი.